დღეს შინდისის გმირების დღეა 17 წლის წინ 11 აგვისტოს რუსების ასეულთან ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ქართულ სამხედროებს ოკუპანტებმა ჩასაფრება მოუწყვეს. რამდენიმე საათიანი ბრძოლის დროს რუსების 100 მეთაურმა დამხმარე ძალის გაგზავნა რამდენჯერმე მოითხოვა. უკრაინამ გამთენიისას ნიჟნი-ნოვგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის სამიზნეები ინდუსტრიული ზონები და სანქციების ქვეშ მყოფი ქარხნები იყო, რომლებიც ომის საწარმოებლად საჭირო და საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვან სისტემებს აწარმოებდნენ. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერ მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 91 წლის ქალი, რომელიც ნანგრევები და ნამოყვანის შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა. 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა 16 შენობა ჩამოანგრია, დაშავდა 29 ადამიანი. ძლიერი ხანძარი იყო წუხელ უზბეკეთის დედაქალაქში. ტაშკენტში ყვავილებისა და ტანსაცმლის საბითუმო ბაზრობა მთლიანად დაიწვა. ხანძარს 10 ეკიპაჟი 3 საათზე მეტ ხანს აკრობდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მსხვერპლი არ არის.